მედია პარტნიორობის პროგრამის პროგრამში სამაუწყებლო კომპანია გურია ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე მეორედ იმყოფებოდა. ვიზიტის შედეგებსა და იქაურ შთაბეჭდილებებზე ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ალბათ მიხვდებით, რომ ხელში ჩვენი ტელევიზიის მიკროფონი არ მიჭირავს, ეს 13 ABC ამერიკული ტელევიზია. ჩვენ ახლა ოჰაიო შტატის ერთ-ერთ ლამაზ და მყუდრო ქალაქში ტოლედოში ვიმყოფებით. თუმცა იქამდე ვიდრე ჩვენს მასპინძლებს და ტელევიზიას გაგაცნობდით, მოდით გავიაროთ ადგილობრივ ქუჩებში და ვნახოთ, იციან თუ არა საქართველოს შესახებ ტოლედოელმა ამერიკელებმა. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი თითქმის არ გვქონდა ისეთი ადამიანის პოვნა შეუძლებელად, ვისაც საქართველოს შესახებ არა მარტო სმენოდა, არამედ ოჯახური ფესვებიც კი აკავშირებდა მასთან. Do you know anything about Georgia? Have you heard about this country? Yes. My family is originally from Georgia. Batumi. ჩემი წინაპრები ჩემი დიდი ბაბუა წარმოშობით ბათუმიდან არის, მსახურობდა ჯარისკაცი იყო ომში და ნაპოლეონთან ბრძოლის შემდეგ დასახლდა ბათუმში და დარჩა იქ საცხოვრებლად. ტოლედო ტიპიური ამერიკული ქალაქია, ამერიკულად მოწესრიგებული და საათივით აწყობილი. დღის მანძილზე ქუჩაში ძალიან ცოტა ადამიანს ნახავთ. ისინი მუშაობენ, სკოლებსა და კოლეჯში დადიან. ერთი სიტყვით ქუჩაში დგომისა და სეირნობისთვის არავის ცხელა. შეუჩერებელი მუშაობა აქაურ ტელევიზიაშიც. ეს ჩვენი მასპინძელი 13 ABC-ია. აქ ყველამ თავისი საქმე იცის. გამართული მექანიზმივით აწყობილ ნიუსრუმში გაუგებრობასა და დაბნეულობას ვერ შენიშნავთ. პირველი რაც თვალში მოგხვდებათ, აქ შექმნილი ოჯახური გარემოა. 13 ABC-ის მთავარი კოზირი და უპირატესობა სხვა ტელევიზიებთან შედარებით საინფორმაციო გამოშვების სტილია. ახალგაზრდა წამყვანები მაყურებელთან უშუალო და ხალისიანი დამოკიდებულებით ყველა თაობის გულს იპყრობენ. შეკითხვაზე ამას როგორ ახერხებენ, პასუხობენ, რომ მეგობრობა ეკრანს მიღმა მათ გაკეთებულ საქმეზეც დადებითად აისახება. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ცხოვრება გვაქვს და შეიძლება სტრესული სიტუაციებიც გქონდეს, მაგრამ როდესაც მოდივართ, შეიძლება ითქვას, რომ კართან ტოვებთ იმ ჩვენ ცხოვრებას და აქ ვიწყებთ ახალს. და ისიც გვიწყობს ხელს, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის მეგობრები და მართლაც გვსიამოვნებს ამ საქმის კეთება. ასე რომ ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ მართლაც კარგად ვიმუშაოთ. This is our escape. უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არის ჩვენი თავშესაფარი რეალური ცხოვრებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაშუქებთ რეალურ ცხოვრებას, რა ხდება? ეს რეალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება არის გარკვეულად ჩვენთვის თავშესაფარი და მართლაც მნიშვნელოვანია, რომ აი კარს მიღმა დავტოვოთ ჩვენი ემოციები და ვიყოთ კარგი წამყვანები. აქაური ტელევიზიის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სახელმწიფო სტრუქტურებთან სწორი და ღია თანამშრომლობაა. იმედია, ეს პრაქტიკა ნელ-ნელა საქართველოშიც დამკვიდრდება.